ეს არის ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ წავედი კვიპროსში 6 დღით. და არა, ამ ვიდეოში ტურისტულ მარშრუტებს ვერ გაგიზიარებ, იმიტომ რომ პასიურად დავისვენე, რადგან ესე მჭირდებოდა. მოგზაურობა ტურისტულმა დაგვიგეგმა და ომნიბასით ორთაჭალის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში ჩავედით. ფრენა დილის 6 საათზე იყო და ყველანი ძალიან გადაღლილები ვიყავით. თვითმფრინავში ყოველთვის მცივა ხოლმე და ხან ხელს ვითვობდი მზის სხივებზე და ხანაც სახეს. ლარნაკას აეროპორტიდან სასტუმრომდე ტრანსფერით მივედით, თუმცა ცოტა ადრე მოგვიწია მისვლა და მე სტანსასმით გავედი სანაპიროს დასათვალიერებლად. საბედნიეროდ ჩასვლისთანავე სასტუმროში გვასაუზმეს და დაახლოებით 12 საათისთვის შეგვიშვეს ნომერშიც. კომპლიმენტის სახით ტკბილეულობა დაგვახვედრეს, რომელიც ძალიან გემრიელი იყო. მთელ კვიპროსს დიდი სიამოვნებით დავათვალიერებდი, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ისეთი დაგლილებით ჩავედით, რომ ზეწოლის ჭამისა და ცურვის მეტი არაფრის გაკეთების თავი არ ვქონდა ამ დღეების მანძილზე. პირველ დღეს კორეული ბახშამი ვქონდა. საკვებსაც შეეხება, ფართი არჩევანი იყო, თუმცა გემრიელი არ იყო დიდად, ანუ იყო რაღაც კერძები, რომლებიც ძალიან გემრიელი იყო კერძები, რომლებიც ნაკლებად გემრიელი იყო. საერთო ჯამში 5-დან 3.5-ს დაუწერდი ამ ბუფეტს, თუმცა ცდილობდნენ და მომსახურება მართლა მაღალ დონეზე ჰქონდათ. ჩემდა გასაკვირად კვიპროსში ყოველდღე დილის 6-ზე ვდგებოდი, გავდიოდი ზღვაზე, შემდეგ დაახლოებით 9 საათისთვის მივდიოდი და ვსაუზმობდი დაახლოებით 10 საათამდე და შემდეგ ისევ გავდიოდი სანაპიროზე ან აუზზე. რასაც თბილისში ნამდვილად ვერ ვაკეთებ, თბილისში ალბათ 9 საათზე თუ ვიგვიძებ ხოლმე. სასტუმრო იყო სულ 4 სართულიანი და ლიფტების ძალიან მადლიერი ვარ, იმიტომ რომ სწრაფად მიდი-მოდიოდნენ ხოლმე და 1 საათი არ ველოდებოდით. ყველაზე დიდხანს ველოდეთ დაახლოებით 2 წუთი. სანაპირო და გარემო უზომოდ-ლამაზი იყო, თუმცა სანაპირო ცოტა მოსაწესრიგებელი იყო, იმიტომ რომ საკმაოდ ბინძური იყო დილასაც და საღამოსაც, ანუ ტოვებდნენ რაღაცა ნაგვებს და ეტყობა ვერ ასწრებდა ეს პერსონალი, რომ დაეწმინა და გაესუფთავებინას ეს სანაპირო. აღსანიშნავია, რომ სანაპირო მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ეს ლურჯი ქოლგები და შეზლონგებიც ფასიანია, ხოლო სასტუმროს შეზლონგები და ქოლგები ზედა იარუსზეა განთავსებული და სასტუმროს მაცხოვრებლებისთვის სრულიად უფასოა. რაც შეეხება წყალს, საკმაოდ სუფთა წყალი იყო, დილას რა თქმა უნდა ბევრად სუფთა იყო, თუმცა საღამოსაც საკმაოდ კრიალა წყალი იყო. ჩემთვის ამ სანაპიროზე ძალიან მაღალი ტენიანობა იყო და ცოტა მიჭირდა სუნთქვა და რაღაც პერიოდი დამჭირდა იმისთვის, რომ შევგუებოდი ასეთ ტენიანობას. საერთო ჯამში ვიტყვი, რომ ძალიან მომენატრება კვიპროსი და ის უდარდელი დღეები, რომლებიც ამ სასტუმროში გავატარე ამ სანაპიროზე. ძალიან ლამაზია მართლაც და ვისურვებდი, რომ ყველას ვქონდეს შესაძლებლობა დავისვენოთ ასეთ ადგილებში და იმედი მაქვს, რომ ვიზო რეჟიმი კვლავ გაგრძელდება და მოგვეცემა ყველას საშუალება, რომ ჩვენთვის სასურველ ადგილებში ვიმოგზაუროთ. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა რომ მიყურეთ და წარმატებებს გისურვებთ.